ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამერიკის რთული ეკონომიკური მდგომარეობა ირანთან მოლაპარაკებების პროცესში გავლენას არ მოახდენდა, კონტექსტიდან იყო ამოღებული და არასწორად იყო ინტერპრეტირებული. ჩინეთში ვიზიტამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობა და ის ფინანსური გამოწვევები, რომლის წინაშეც ამერიკის მოსახლეობა დგას, ირანთან მოლაპარაკებებისას არავითარ როლს არ ითამაშებდა. ჯეი დი ვენსის განცხადებით, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მუდმივად ითვალისწინებენ. ირანთან ომის საკითხის განხილვისას ეთანხმები თუ არა პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამერიკელების ფინანსური მდგომარეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გასათვალისწინებელი არ უნდა იყოს. ვფიქრობ, პრეზიდენტს ეს არ უთქვამს. მგონია, რომ ეს მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციაა. მე ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ აშკარად ძალიან აქტიურ და ინტენსიურ დიპლომატიურ პროცესში ვართ ჩართული, რათა დავწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება. პრეზიდენტს, როგორც მან არაერთხელ თქვა, ბევრი ვარიანტი აქვს. არსებობს დიპლომატიური გზა, არსებობს სამხედრო მიმართულებაც. მთავარი მიზანი ის არის, რომ პრეზიდენტს სურს მსოფლიო უსაფრთხო გახადოს, განსაკუთრებით კი ამერიკელი ხალხი დაიცვას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით ერთ რამესაც ვიტყვი. ბირთვული იარაღის მასშტაბურად გავრცელება ერთ-ერთი ისეთი გამოწვევა, რომლის მნიშვნელობასაც ხალხი ვერ აცნობიერებს. ეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ეს აშკარა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა რეალობად იქცევა. რა მოხდება თუ ირანი ბირთვულ იარაღს მიიღებს? მაშინ სპარსეთის ყურის არაერთ არაბულ ქვეყანას მოუნდება ბირთვული იარაღის წარმოება. შემდეგ სხვა ქვეყნებსაც გაუჩნდებათ იგივე სურვილი. ამის შეჩერება კი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ხალხის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის. ეს ნამდვილად ღირსეული მიზანია, მაგრამ რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც, მეც და მთელი გუნდიც ვზრუნავთ ამერიკელი ხალხის ფინანსურ მდგომარეობაზე. ჟურნალისტებთან შეხვედრისას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ირანში არსებულ მდგომარეობასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მისი განცხადებით, ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებისას გარკვეული პროგრესი არსებობს. თუმცა ამ ეტაპზე ნაადრევია იმის თქმა, რამდენად საკმარისია ეს პროგრესი რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მე ვფიქრობ, რომ პროგრესს ვაღწევთ. ფუნდამენტური კითხვა არის, ვაღწევთ თუ არა საკმარის პროგრესი იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ პრეზიდენტის წითელი ხაზი. და ეს წითელი ხაზი ძალიან მარტივია. ის უნდა დარწმუნდეს, რომ მთელი რიგი მექანიზმები იარსებებს, რომლებიც შეუძლებელს გახდის ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ისმის კითხვა, ვაკმაყოფილებთ თუ არა ამას. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც პაკისტანი დავტოვეთ, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ვფიქრობდი, რომ პაკისტანშიც გარკვეულ პროგრესს მივახციეთ, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო დიდი პროგრესი გვაქვს. მაგრამ ეს არის ის ფუნდამენტი, რისკენაც მივიწევთ. ჩვენ გვინდა ამერიკელ ხალხს თვალებში ჩავხედოთ და დარწმუნებით ვუთხრათ, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ ინერვიულოთ, რომ ამ ძალიან სახიფათო რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღებზე მიუწვდებათ ხელი. ეს არის მიზანი, რომელზეც ვმუშაობთ. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მას მჭიდრო კონტაქტი აქვს მოლაპარაკებებში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან. ასევე ჯეი დი ვენსის განცხადებით, მოლაპარაკებთან და ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ის რეგიონის ქვეყნის ლიდერებს მუდმივად ესაუბრება.